ამ მასობაში დაგვერხა 13 თებერვალია საღამო და ის და რატომ დაერხა სანამ მოგიყვებოდეთ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააკეთეთ დონაციები. ჩვენ რა დაგვერხა? მთავრობას დაერხა. რატო დაერხა? იმიტომ რომ ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სუპერ-პუპერ რეზოლუცია კოცების საწინააღმდეგო. მოკლედ ნიკუტა და ჯაფარა იყვნენ ჩასული და დაბოდვებიც იქ მოყვენ, ყველაფერი ჩაწერეს ამ რეზოლუციაში და მიიღეს. ხო, შინაარს აღარ მოგიყვებით, მოკლედ გეტყვით, ცეცხლი ოლიგარქიას იყო შინაარს. ხო და დიდი ზეიმი აქვს ახლა ოპოზიციას, всё, გავიმარჯვეთ რაღაცები იქით-აქეთ და ეს საღამოს ახლა ყველა არხზე იქნება, რომ всё, უცნება დამთავრდა, ჩვენ გავიმარჯვეთ. ჯო უილსონი ჩვენთან არის, აკაცუკო ჰარი პოტერი ვიღაცები და ჩვენს ხელშია ძალა რა. ესეთი ბოდვა იქნება. მენ კოცები გამოვიდნენ მერე და კომენტარი გააკეთეს ამ ყველაფერზე, ხო თულად იძახიან ხოლმე რა ეს თავრობის ხალხი მაინც პოლიტკორექტულობა და რაღაცა და მე ხა მარტივიანით გეტყვით, რა თქვა ოცნება ამ ყველაფერზე რა. ეგ ევროპის პარლამენტის რეზოლუცია დაახვიეთო და გაიკეთეთ ერთ ადგილასო რა. თან დაამატეს რომ არა ვერ გაიკეთებთო, იმიტომ რომ გუშინო ტრამპმა იმ ხელა გაგიკეთათო, რომ უკვე აღარ შეგეტევათო, შანსი არ არისო რა. ხო, ეს იყო პასუხი რა. ხო, ეხლა რა ხდება ევროპაში? ევროპელები მართლაც გუშინო ტრამპმა გაუკეთა, იმის გამოღებას ცდილობენ გამწარებულები. ხო. მაქსიმალურად მოკლედ ხიპიშობენ, ჩვენ როგორ არ ჩავქთეს ამ მოლაპარაკებებში, ჩვენი და უკრაინის გარეშე არანაირი შეთანხმება არ შედგება, ვილკებს იყრიან და აკეზებენ ზელენსკის რა. ზელენსკის ეუნებიან რომ არა, არ დათანხმდეო, რა პონტიაო, ეგ რუსეთის გამარჯვება გამოდისო და მიდი მიაწეკიო, ნუ გეშინია ჩვენ აქავართო. დახმარებებს გავსდითო, იქ ბრიტანეთმა 4.5 მილიარდ ფუნტ სტერლინგს მოგცემ წელსო და უცხოებმაც ჯიბეზე გავიკრავთ ხელსო და მიდი ზელე ბოლომდეო რა. ეხლა თან მობილიზაციის ასაკიც დაწიეს ისა იარაღსაც მოგცემონ და დავაი ბოლო უკრაინელებამდე შეუბერეო რა. ზელენსკის კომენტარებიც იყო რაღაცები ძალიან აჭრილი ბაზრობდა. როგორ ჩანს იქ ტრამპის დარწმუნებას ცდილობდა იმ საუბრის დროს, რომ ეხლა რო ესე იმას ავქნათ, მე რუსეთი ევროპაში შემოიჭრება და მე ამერიკელები დაიღუპებიან და რაღაცები და ნუ ტრამპმა ეთყობა უთხრა სტოპო და ხო რაღაცა უკმაყოფილო იყო რა. და როგორ ჩანს ზელენსკის ჩაკერავენ რა ევროპელები. ეხლა იმ მიუნხენის კონფერენცია იქნება, იქაც დააკაჩავებენ ეს ომის პარტიის ტიპები, ეს კაია კალასი, ურსულა და ვიღაცები აქტიურობენ. ეგ ნატოს გენერალური მდივანი ვიღაცები. ხო და შეიძლება უარი ათქმევიონ ამ შეთანხმებაზე და ომი გააგრძელებიონ რა. საკმაოდ მაღალია ამისი ალბათობა. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ გუშინ იყო კიევში ჩასული ამერიკის ფინანსთა მინისტრი და ჩაიტანა ეს შეთანხმება, რომ დახმარების ანაცვლოდ და იმ გაწეულის უკვე რაც არის უკრაინის წიაღისეული. ხო და ამ შეთანხმებას მოკლედ არ მოაწერა ხელი ზელენსკი. გაისტუმრა უარით, ხო. და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ხო რაღაცა ერთი ადგილის ათამაშებას გეგმავს ზელენსკი. არა და ტრამპმა მინიშნება გააკეთა, რომ ეგრე არ გაგივაო. თქვა იქ გუშინ ინტერვიუში, რომ მაგას საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს. და ვფიქრობ, ამერიკელებს საკმარისზე მეტი მექანიზმები აქვთ, რომ ჭკუაზე მოიყვანონ ზელენსკი. გამოუგორებენ რაღაცა კომპრომატებს, ეს დახმარებები და ისინი სად წავიდა, როგორ წავიდა და შეიძლება ძალიან ცუდად დაამთავროს ჩვენმა ვოლოდიმირმა. მაგრამ ეგეთი პირი უჩანს რა, ეს ევროპელები ძალიან იმაშვებია რა. არაო რა, ომიო რა. ომი გვინდაო. ხონდა ნუ? ავიც. ჩვენ თავი დაგვანებონდა. იომონ რამდენი შეუძლიათ. ხო. რავი, ხა რუსეთთან რო სხვას ვერაფერს ვერ მოიფიქრებ და ომი გინდა. ნუ რა ვიცი. დროშა ხელში და წინ. ევროპა.
და ჩვენ თუ ამ დროს ევროპაში არ ვიქნებით, ძალიანაც კარგი რა. ჩვენთან იქნება სიმშვიდე და სიწყნარე და მაგათმა იომ რახან უნდათ, ეგ მათი არჩევანია.